იყო თუ არა პანკისის მოსახლეობასთან ჰესის აშენებაზე შეთანხმება მიღწეული გუშინ დილით, ანუ მაშინ, როდესაც ხეობაში მშენებლობის დასაწყებად სამშენებლო ტექნიკა პოლიციელების თანხლებით შეიყვანეს. რატომ გახდა მოგვიანებით ხეობაში სპეცრაზმის შესვლა საჭირო და რამ გამოიწვია დაპირისპირება, რაც საბოლოოდ რეზინის ტყვეების, ხელჯოხების და ქვების როლით და ცხელმსადენი აირის გამოყენებით დასრულდა. ეს არის კითხვები, რომლებზეც დილიდან სხვადასხვა უწყებას განმარტებების გაკეთება უწევს. სოფელ ძიბათხევის მცხოვრებლები ჰესის აშენებაზე რაიმე შეთანხმების არსებობას უარყოფენ, სამშენებლო კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ ადგილობრივებთან ჰესის საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საუბარია 5 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესზე ხადორის სამზე, რომელსაც კომპანიები ალაზანი ენერჯი და ფერი ალაზნის პირას აშენებენ. ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო კომპანიასთან ერთად ჰესის აშენებით მისაღებს სარგებელზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მსგავსი სიმძლავრის ენერგოობიექტი გარემოსთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. მინიშნებები კეთდება გუშინდელ არეულობაში გარეძალების შესაძლო ჩართულობაზე და მიზანმიმართულ პროვოკაციაზეც. ეს მდინარე ალაზანია, ადგილი, სადაც კომპანია ალაზანი ენერჯი 5 მეგავატიანი ხადორის 3 ჰესის მშენებლობას გეგმავს. პროექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება გარემოზე ზემოქმედების შეფასების 327 გვერდიან დოკუმენტშია შესაძლებელი. გეგმის მიხედვით მცირე ჰესი მოდინებაზე, ანუ წყალსაცავის გარეშე შენდება. სათავე ნაგებობა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით უნდა აშენდეს. აქედან მდინარე ალაზანი შესაძლოა 4 კილომეტრიან გვირაბში მოექცეს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, დარჩება თუ არა სოფელი მდინარის გარეშე. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მართალია ალაზანი გვირაბში ექცევა, თუმცა სოფელი მდინარის გარეშე არ დარჩება, რადგან ამ მონაკვეთში ალაზანს სხვა შენაკადები უერთდება. გვირაბის ბოლო ნაწილი და ჰესის შენობა ბირკიანის სიახლოვეს, დაახლოებით 100 მეტრშია. სავარაუდოდ სწორედ ესაა მოსახლეობის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი. ადგილობრივები ასევე შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა სოფელს სასმელი წყლის პრობლემა შეუქმნის. სამშენებლო კომპანიაში ასეთ ზემოქმედებას გამორიცხავენ. წყალმომარაგების კუთხით კი მოსახლეობის ხელშეწყობის პირობას დებენ. ამ 30 და 35 მაცხოვრებელს კი არა. სოფლებს უთხარით, რომ წყლის პრობლემას მოუწესრიგავთ, რომლებიც კომუნისტებიდან მოყოლებული მათ არ ქონიათ. კომპანიის ცნობით, ბოლო 1 წელი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა. პანკისელებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში კი ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი მესამე სექტორს, კერძოდ კი მწვანე ალტერნატივას ადანაშაულებს. ჩვენ პანკისის ხეობაში შევედით 3 პატრულის მანქანით. 3 საპატრულო პოლიციის მანქანით. და მადლობა ღმერთს, როგორც იყო, რომ მოასწრო პოლიციის იმძალებმა შემოსვლა, უბრალოდ ფიზიკურად დაიცვა ინვესტორის და ის ნაწილიც, მათ შორის მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც იქ მუშაობდა, იქ არ იყო, რომ აი თქვათ ეს ჰესი ამიტოა ცუდი თუ იმიტომ, იქ იყო უნდა ჩვენი განადგურება მოსწრება. ეს იყო ზუსტად ის მესიჯები, რომელთაც კვებეს სამწუხაროდ აი ამ ადამიანებმა ეს მოსახლეობა. არ ესამთავრებოებს. არ ესამთავრებოებს. რა თქმა უნდა, ცალსახად აბა ვის ვაკისრებ ხა პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში რომელს წარმოადგენს ჭიპაშვილი? მწვანე ალტერნატივას. მწვანე ალტერნატივაში კი ამბობენ, რომ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაადგინეს, რომ მშენებლობა დეტალური შესწავლის გარეშე დაიწყო. დავით ჭიპაშვილის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი ხადორის 3-ის პროექტის ავტორებმა სხვა დოკუმენტიდან დააკოპირეს. თავი პრობლემა ის კი არა, რომ რაღაცები არ არის შესწავლილი. არაფერი არ არის შესწავლილი, დოკუმენტი არის copy paste. ჩვენ ჩავედით ადგილზე და იქ ნახეთ ძალიან კარგად რა ზემოქმედება იქონია უკვე ბატონი იორდანიშვილის აშენებულმა ხადორი 2-მა და ხადორი 1-მა. რა ზემოქმედება ფაქტობრივად დინარი აღარ არსებობს იმ მონაკვეთებში, სადაც ეს 2 ჰესი არის ჩადგმული. საქართველოში ენერგეტიკა უნდა განვითარდეს, თუმცა გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, ამბობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ეკოლოგი ნინო ჩხობაძე. მარტო საქმიანობის დამწყების ინტერესია დაცული პროექტში და არანაირად არ არის არც მოსახლეობის და არც ეკოსისტემის ინტერესი დაცული. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესთან დაკავშირებით დეტალური შესწავლა ჩატარდა და უწყება მშენებლობისთვის დადებითი დასკვნა სწორედ ამის შედეგად გასცა. სამინისტრო მზადაა მოსახლეობასთან და სპეციალისტებთან დამატებითი კონსულტაციებისთვის. სამინისტროს რეჟიმში, კაბინეტში, პროფესიონალებთან ერთად გვექნება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით, ისე რომ თუ რაიმე კიდე კითხვა არის მოსახლეობამ ამ კითხვებზე მიიღოს პროექტთან დაკავშირებით სამინისტრომ 2017 წლის ოქტომბერში გასცა დასკვნა გარემოს
სამხედრო ზემოქმედების შეფასების პროცესი ჩატარდა აბსოლუტურად კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ძალები არიან არასწორად ჩართული ამ პროცესებში და ცდილობენ გარკვეული საკითხების პროვოცირებას. ბანკიში განვითარებულ მოვლენებზე დღეს ენერგეტიკოსებმაც იმსჯელეს. მათი მტკიცებით 5 მეგავატიანი მცირე ჰესი გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია. ორთაჭალ ჰესი თბილისში რომელიც არის 20 მეგავატამდე. ამაზე წარმოიდგინეთ 5ჯერ პატარა ჰესი, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს გარემოზე. როდესაც აცხადებენ, რომ ეს გუტბორავს გვანადგურებს გადასახლებას იწვევს. ეს არის სიცრუე. ერთ-ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ იმისა, გუშინ ეგრეთ წოდებული გარემოს დამცველებისგან, თუ რა ზიანს აყენებს გარემოს, თან მით უმეტეს ეს განსაკუთრებულს ეს პატარა ჰესი. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს თქვა დასაბუთებული ეჭვი გვაქვს იმისა, რომ ეს ყველაფერი ეს ღონისძიებები არის მართული. განცხადება გაავრცელა ეკონომიკის სამინისტრომაც. უწყებაში იმ სოციალურ სარგებელზე მიუთითებენ, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს. საუბარია სამუშაო ადგილების შექმნაზე და სათემო განვითარების ფონდის ჩამოყალიბებაზე.